თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილის ნანა სანდერისა და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ვიდეო მტკიცებულებების ნაწილი გამოიკვლიეს. ასევე პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა ნანა სანდერმა და განაცხადა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მისი განმარტებით პოლიტპატიმარია და დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობას აანონსებს. შეგახსენებთ, რომ ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბრის განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას ედავება. არანაირი პრობლემა არ იყო წარმოდგენილი ჯერჯერობით განიკლავენ რაღაც 7 საათიან ვიდეოს და აი ამ ვიდეომ რაღაცნაირად კიდევ უხდი მოცა ქვეყანაში გამოსასწორებელი არის ძალიან ბევრი სოციალური პრობლემა, საგანმანათლებლო ჯანდაცვა. დღეს გამოვიკვლიეთ დაახლოებით 7 საათიანი პირადი ჩართვა ტევ-პირველის ჩანაწერი, სადაც 6 საათის შემდეგ ფიქსირდება ნანა სანდერი, რომელიც მიუთითებს, რომ ბევრი დარღვევა იყო აქციასთან დაკავშირებით, ეს იყო არაორგანიზებულობა, ეს იყო პოლიციელების მხრიდან ზღვარის გადასვლა, ანუ უფლებამოსილების გადამეტება, თუმცა აღნიშნული ვიდეო ჩანაწერით, რომ სადაც ერთხელ ჩანს ნანა სანდერი, მტკიცდება ის, რომ არანაირი ორგანიზება ნანა სანდერს კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებში არ მიუღია.